რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას 400 ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან. მათ საპატიმროში 1 წელი და 6 თვე გაატარეს. აქტივისტებს ციხის კართან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. ომარ ოკრიბელაშვილმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ხარს უჭერს სინდისის პატიმრებს და მათ მალე გათავისუფლებას უსურვებს. მისი თქმით, ყველას განაჩენი უსამართლოა. რა თქმა უნდა, გასახარია, როცა ციხიდან გამოდიხარ. ყველა ადამიანს ხარს უჭერ, ყველა სინდისის დაკავებულს, სინდისის პატიმრებს უბრალოდ ხარს უჭერ. ყველას უსურვებ მალე რომ გამოვიდეს ციხიდან. გამაგდნენ, მალე გამოსულიყვნენ და რა თქმა უნდა, ვინც გამოვა გარეთ საპატიმროდან მეც გვერდში დავუდგები და დავხვდები. ვამაყობ რომ ხალხის გვერდით ვიდექი რა. ვამაყობ იმით რომ ყველას გვერდით ვიდექი და სხვაგან მარტო არ ვიდექი რა. უკან არ ვიდექი. მე ამაყება რომ ესეთი ადამიანების გვერდით ვიდექი რა, ესეთი კარგი ხალხის გვერდით და პატრიოტული ადამიანების. ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალად ედებოდათ 2024 წლის 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 400 ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება. მათ საპროცესო შეთანხმება ჰქონდათ გაფორმებული. დაკავებულებმა ბრალი სრულად აღიარეს, რის შემდეგაც სასჯელის მოსახდელად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ. საიდანაც 1 წელი და 6 თვე მოიხადეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი პირობითად ჩაეთვალათ. ლაითურის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან დღეს კომენტარი გააკეთა საბა მეფარიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ის დანებებას არ აპირებს და პროევროპული აქციების მონაწილეებს ბრძოლისკენ მოუწოდა. მან ასევე ისაუბრა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი თქმით, საპროცესოს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ციხიდან მასთან ერთად დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი გათავისუფლებულიყო. მუტები ხარ გაც? ჯებირის ღირებულება, რომლის დაზიანებასაც ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს ედავებოდნენ 250 ლარი იყო. მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. დაცვის მხარის მიერ 400 ლარიანი ზიანი ჯერ კიდევ სასამართლო განხილვების ეტაპზევე ანაზღაურებული იყო. მათ თავდებში დაუდგა 66 პირი. ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთის შეცვლის მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არც ერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინა. 18 აპრილს ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის ადვოკატმა ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პატიმრების შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ყაველაშვილმა ისინი არ შეიწყალა.